აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე ანგარიში წარადგინა. დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს დეტალურად გააცნო მისადმი დაქვემდებარებული სამინისტროს მიერ 2024 წელს 9 თვის საქმიანობის მანძილზე ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათ მესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების, მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის, თანამონაწილეობის, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფისა და აფხაზეთიდან დევნილი შეჭურებული მოსახლეობისთვის სარემონტო სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამებისა და პროგრამების მიმდინარეობაზე. მოხსენების დასრულების შემდეგ დავით ფაცაციამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ძალიან ცელი, საქმიანი, ძალიან კომპეტენტური მოხსენება მოვისმინეთ სამინისტრო საქმიანობის თაობაზე. მრავალი ასე ვთქვათ პრიორიტეტული საკითხი იქნა წარმოჩენილი, რომლითაც დაკავებულია სამინისტრო და გაგვიზიარა მინისტრმა თავისი აპარატის დამოკიდებულება სამომავლო გეგმებისადმი და იმ პრობლემებისადმი, რომლის გადასაწყვეტად სამინისტრო შეიძლება ითქვას დღენიადად და სკრუპულოზურად მუშაობს. დეპუტატები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ მოხსენების განხილვაში, იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც დელეგირებულია სამინისტროს ფუნქციებზე, ვალდებულებებზე. ნაყოფიერია შრომა ნამდვილად, მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველა იმ უწყების, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე, განსაკუთრებით ეს არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამების და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება და მიმაჩნია, რომ ესეთი ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთის მხრივ ჩვენი უმაღლეს საბჭოს მიმართ, მეორე მხრივ მოქალაქეების მიმართ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მუშაობას და გავაგრძელებთ ღიაობას და ტრანსპარენტობას ყველა კუთხიდან მიმართულებით.